მოგესალმებით ყველას. მოკლედ ამ ვიდეოში მინდა გიპასუხოთ ხშირად დასმულ კითხვებზე. Samsung-ი გირჩევნია თუ iPhone-ი? ანუ ხშირად იწერება ეს კომენტარი. ვიდეოს როცა ვიღებ კომენტარებში, როცა ლაივში შევდივარ, იქ მესენჯერზეც ხშირად წერენ და ამ ვიდეოში მინდა გავცე სრული პასუხი, ანუ შეიძლება ვიდეო ხანგრძლივი გამოვიდეს, მაგრამ მინდა ვისაუბრო ყველა დეტალზე, რა მირჩევნია, რატომ მირჩევნია, რა მომწონს მაგალითად, რა არ მომწონს ერთ მოდელში და მეორე მოდელში და ამ ვიდეოში ვისაუბრებ, ანუ სრული განხილვა მექნება ორივე smartphone-ის. დავიწყოთ. ესე იგი, Samsung-ს აქვს უამრავი არჩევანი. აქვს A სერია, რომელიც არის დაბალფასიანი და ბიუჯეტური, აქვს S სერია, რომელიც არის ძვილადღირებული და პირდაპირი კონკურენტი iPhone-ის და აქვს ასევე Z Fold და Z Flip-ი, ანუ კეცვადი smartphone-ები, რომელიც ჩემი შემდეგი smartphone იქნება ამ smartphone-ის შემდეგ, ეს არის Galaxy S23 Ultra, რომლითაც ახლა ვიდეოს ვიღებ და შემდეგი smartphone-ი ჩემი იქნება Z Fold-ი, Z Fold 7. ეხლა ნახეთ რა ხდება. Samsung-ს ეს არჩევანი აქვს და საკმაოდ კარგია, რადგან მე შეიძლება განსაკუთრებული ხარისხი არ მჭირდებოდეს, განსაკუთრებული სისწრაფე არ მჭირდებოდეს, სხვა პროგრამებში და აპლიკაციებში მუშაობა არ მჭირდებოდეს და შევიზინო მაგალითად 300 ლარიდან 900 ლარამდე ტელეფონი. ანუ ამის საშუალებას Samsung-ი გაძლევს, რომ მაგალითად შეიძინო A15, A25, A35, A55 და უკვე A56, რომელიც ბევრ 1500 ლარიანს ტელეფონსაც მირჩევნია თავისი ელემენტით, თავისი სისწრაფით, თავისი ფოტო და ვიდეოს გადაღებით, ნუ არც ისე, მაგრამ კარგად იღებს მაინც. ანუ რაც არ უნდა იყოს ბიუჯეტური მოდელია, მაგრამ ის საშუალებები რაც აქვს, მაგალითად Samsung Galaxy A56-ს ბევრ 1500 ლარიან ტელეფონს არ აქვს. რაც შეეხება iPhone-ს არ აქვს ბიუჯეტური მოდელები, როგორც მაგალითად Samsung-ს, ანუ არ გთავაზობს ტელეფონს 300 ლარიდან 900 ლარამდე, iPhone-ი ყველა ძვირი ღირს და ყველა კარგია. ანუ ვაღიარებ, მაგრამ რამდენად კარგია და რა საშუალებებს გაძლევს იმ ფასში, რა ფასსაც თქვენ აძლევთ, ეგ უკვე მეორე საკითხია რა. მაგალითად, პირველ ასპექტში მე დავუწერ Samsung-ს 1+, იმიტომ რომ გაძლევს საშუალებას, რომ შეიძინო 300 ლარიდან 900 ლარამდე ფარგლებში ტელეფონი და შეიძინო ასევე ამ 300 ლარიდან 5000 ლარამდე smartphone-ების, რომელიც არის S სერიები და Z Flip და Z Fold სერიები. ნუ ესენი უფრო ძვირი ხის, სადღაც 6000-7000 ლარამდე, მაგრამ 6000-7000 ლარი ხის ესენი, მაგრამ ნუ ნამდვილად ჩანს ის ფუნქციონალი, რაშიც ეს smartphone-ები ღირს ძვირი, ანუ რეალურად იმ საქმეებს აკეთებს, რამდენიც ღირს. რასაც ვერ ვიტყვი iPhone-ზე. ანუ iPhone-ი არის მარკეტინგი, ეს არის ჩემი პირადი აზრი, მეგობრებო, შეიძლება ვიღაცაები არ დამეთანხმოთ, მესმის, პრობლემა არ არის, უბრალოდ მე მინდა დავაფიქსიროთ ჩემი პირადი აზრი. აი, მაგალითად, რომელი მირჩევნია ფოტოს გადაღებით, ხო? გადავიდეთ ახლა ფოტო და ვიდეოზე. ფოტოს გადაღებით თუ ავირჩევთ მაგალითად Samsung Galaxy S25 Ultra-ს, ანუ ბოლო Samsung-ს და თუ ავირჩევთ iPhone 16 Pro Max, ჩოლებრივი ფოტოს როცა ვიღებთ, ჩოლებრივი ფოტოს რეჟიმი როცა გვაქვს ჩართული, iPhone-ი მირჩევნია დეტალიზაციით, ანუ iPhone-ით გადაღებული ჩოლებრივი ფოტო და Samsung S25-ით გადაღებული ჩოლებრივი ფოტოში მირჩევნია iPhone-ის გადაღებული ფოტო. მაგრამ თუ ჩვენ გადავიღებთ Samsung-ის პორტრეტ რეჟიმით გადაღებული ფოტოს, მირჩევნია Samsung-ის. თუ ჩვენ მაგალითად გადავიღებთ 8K რეზოლუციის გადაღებული ვიდეოს Samsung-იზე, მირჩევნია ამ შემთხვევაში Samsung-ი. ანუ ჩოლებრივი ვიდეო რომ გადავიღოთ iPhone-ზე, ჩოლებრივი ვიდეოთი მირჩევნია iPhone-ი, ხოლო თუ Samsung-ზე გადავიღებთ ჩოლებრივ ვიდეოს, ამ შემთხვევაში კარგ ვიდეოს ვერ მივიღებთ შედარებით iPhone-თან, მაგრამ თუ 8K-ით გადავიღებთ Samsung-ზე, რომელიც გვთავაზობს ვიდეოს გადაღების პროცესში Samsung-ი, ამ შემთხვევაში Samsung-ი მირჩევნია. ამიტომ ეხლა კიდევ რა მინდა გითხრათ, ანუ ფოტო და ვიდეოს ხარისხში
ჩვეულებრივად მირჩევნია iPhone-ი, ანუ ჩვეულებრივი ფოტოს თუ ვიღებთ და ვიდეოს iPhone-ი მირჩევნია, ხოლო თუ ამ რეჟიმებით გადავიღებთ, Samsung-ი მირჩევნია. ხო, კიდევ რა მინდა გითხრათ. ელემენტი, რომელიც დღესაც არ აქვს ისე დახვეწილი, როგორც უნდა გქონდეს 2025 წელს. ანუ დღემდე, ну ეხა მაგალითად 16 Pro Max-ის ელემენტი კარგია, ასე თუ ისე, მაგრამ ისე კარგი მაინც არ არის, როგორც მაგალითად Samsung Galaxy S25 Ultra-ს ელემენტი. ანუ უფრო კარგი რესურსი აქვს Samsung-ს ყოველთვის ელემენტში, ყოველთვის გაუმჯობესებულია, ყოველთვის კარგია ელემენტის გამოყენებით და ყოველთვის მაღალ სიხშირეებს აჩვენებს Samsung-ის ელემენტი ვიდრე iPhone-ის. ანუ ეს დღემდე ესე გრძელდება, ну შედარებით ხვეწავენ iPhone-ში, მაგრამ აი ძალიან პატარა ნაბიჯებით რა, დიდი სხვაობით ჯობია Samsung-ი, დიდი სხვაობით. ეს არის ჩემი პირადი მოსაზრება. ასევე რატომ მირჩევნია Samsung-ი? მე Samsung-ს გამოვიყენებ კომპიუტერად. კომპიუტერად ვაქცევ. ნებისმიერ კომპიუტერის პროგრამას გავუშვებ, მაგალითად Samsung-ში. ნებისმიერი კომპიუტერის პროგრამას გავუშვებ, ნებისმიერ ფორმატთან ვიმუშავებ Samsung-ში, რასაც iPhone-ში ვერ გავაკეთებ. უსაფრთხოება iPhone-ს კარგი აქვს, მაგრამ თუ ტელეფონის გამოყენება არ იცი, iPhone-ს გირჩევდით, ზოგადად თუ ტელეფონის გამოყენება არ იცით, ხოლო თუ ტელეფონის გამოყენება იცით, გირჩევთ Samsung-ს ყველა ვარიანტში. კიდევ ერთხელ, რა თქმა უნდა, ხაზს გაუსვა იმას, რომ ეს გემოვნების ამბავია და ვის რომელი მოგწონთ, რა თქმა უნდა, ის უნდა შეიწინო. ასევე მინდა გითხრათ კონკურენტებზე. მაგალითად, თუ თქვენს მეგობარს ან ახლობელს აქვს 16 Pro Max-ი და გინდათ რომ მისი კონკურენტი Samsung-ი გქონდეთ, უნდა შეიძინოთ S25 Ultra, Samsung Galaxy S25 Ultra. თუ თქვენს მეგობარს აქვს 15 Pro Max-ი, უნდა შეიძინოთ S24 Ultra, Samsung Galaxy. თუ თქვენს მეგობარს აქვს 14 Pro Max-ი, უნდა შეიძინოთ S23 Ultra და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, ეს სერიები მე უფრო გრძელდება რა. ამიტომ მე ამ ყველა ასპექტში მირჩევნია Samsung-ი, ხელოვნური ინტელექტის უფრო მაღალ დონეზე აიყვანა ეხლა. ანუ ელემენტის უფრო კარგი აქვს. მეტი შესაძლებლობები აქვს ფასიდან გამომდინარე, რა ფასით Samsung-ი ღირს, ის ფასი ნამდვილად ღირს იმ smartphone-ში, რომელსაც იხდი, ხოლო რა ფასით iPhone-ი ღირს, ის ფასი ნამდვილად არ ღირს iPhone-ში. ანუ ეს არის ჩემი პირადი მოსაზრება. ამიტომ მე მირჩევნია მეგობრებო Samsung-ი ბევრად. ამიტომ ძალიან გთხოვთ, ყველა მცემთ ჩვენს პირად აზრს პატივი, მე ყველას აზრს ვცემ პატივს, მაგრამ თქვენ თუ გაინტერესებთ ჩემი აზრით მე მირჩევნია Samsung-ი, რადგან მე სხვა რაღაცას ვითხოვ ტელეფონისგან, ანუ ჩვეულებრივი მომხმარებელი მე არ ვარ ტელეფონის. ანუ მხოლოდ თამაშები ვითამაშო, TikTok-ი ავსკროლო და ასე შემდეგ, მაგას ყოველდღურად ყველა ვაკეთებთ, მაგრამ მე დამატებით ისეთ საქმიანობა მაქვს, რომ ჭირდება მძლავრი ტელეფონი, ხატვა მჭირდება, ხელოვნური ინტელექტი მჭირდება კარგად განვითარებული, კარგი რენდერი მჭირდება სწრაფად რომ გააკეთოს, DVR ფორმატებზე მუშაობა მჭირდება, ანუ ეს არის რაღაც პროგრამების ფორმატები, რომელსაც კარგად ვამუშავებ Android-ში და iPhone-ი მაგის საშუალებას რომ არ მაძლევს, ამიტომ არ მომწონს მე iPhone-ი. და ბევრი საკითხებია, რომელშიც არ მომწონს iPhone-ი და უკვე გითხარით რა მიზეზების გამაჩნია ამ ყველაფერთან მიმართულებაში. სულაც იყო მეგობრებო, ვიდეო ამით დასრულებულია. გამოიწერეთ ისწავლემეტის YouTube არხი, ასევე გააქტიურეთ ძალისხილაკი და ასევე დააფოლოვეთ ისწავლემეტის TikTok არხი. აბა კარგად.